მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, დღეს გვექნება არაჩვეულებრივი გადაცემა სასწაულების საძებნად, უნდა ჩავიდეთ აი აქ. ვართ შუაგულ თბილისში, კი ზამთარია, მაგრამ საოცარი ზამთარია, ძალიან თბილა, ესეც კიდევ ერთი სასწაული. და ამ ძალიან თბილ კერაში უნდა ჩავიდეთ რისთვის? იმისთვის, რომ აი ესეთი სილამაზეები აღმოვაჩინოთ უფრო ახლოს და გავიცნოთ კალიგრაფიის სამყარო. გავიცნოთ მელანი, გავიცნოთ კალამი, გავიცნოთ ტეტრატი და გავიცნოთ ის ადამიანები, ვინც ამას აკეთებენ და ის ადამიანებიც, ვინც ამას აკეთებდნენ საუკუნეების მანძილზე. მეგობარმა მომწერა, რომ კალიგრაფიაზე გააკეთე გადაცემა და გულში ეგრევე რაღაცა აინთო. როგორც კი აინთო, ამ ნათებას წავყევი და ამ ნათებამ მომიყვანა 2 დღეში დაიგეგმა ეს გადაცემა და ნახოთ, რას გვიმზადებს ეს ნათება. არასდროს არ ცდება ხოლმე, ამიტომ მაგნათებას გაყევით ხოლმე. სასწაული გარემოა. მართლა პირველივე შემოსვლიდან ვიგრძენი, რომ რაღაცას სხვანაირი ენერგია ტრიალებს აქ. ეს არის ხელნაწერების ენერგია. ამ საიდუმლოზე უნდა მომიყვეთ თქვენ აუცილებლად, რა ხდება აქ. მაგაზე ძალიან არაფერი არ მიყვარს. მეც ძალიან მიყვარს იმ ადამიანების მოსმენა, ვისაც უყვართ იმაზე ლაპარაკი, რაც უყვართ. კალიგრაფიის და ხელნაწერის ხელოვნებაზე მნიშვნელოვანი ამ ქვეყანას არაფერი არ შეუქმნია. ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, ესე ოღონ ფრაზად, რომ ჩვენ გვაქვს 14 ანბანს შორის ერთ-ერთი საუკეთესო ანბანი. 14 არ არის, გაცილებით მეტი არის. მაგრამ ამის მიღმა არ ვუდებთ რეალურ არსს და რეალურ მნიშვნელობას. კი ბატონო, დაზეპირებულია ის ხო? თუმცა მას შემდეგ რაც ხელნაწერთა სამყაროში კარგად ჩაღრმავდები, ჩაყურყუმოვალდები და ქართული კალიგრაფიის ხელოვნების სკოლებს კარგად გაიცნობ, აღმოაჩენ, რომ ეს არის ის, რაზეც კიდია ჩვენი ყველა დანარჩენი კულტურული მიღწევა. ეს ჩათვალეთ, რომ არის ჩვენი გენეტიკური კოდი, კარდიოგრამა, ინტელექტის კარდიოგრამაა ეს. ქართული დამწერლობით შესრულებული ტექსტებიდან იწყება კალიგრაფია არ მხოლოდ როგორც ამბის გადაცემის საშუალება, არამედ როგორც ხელოვნება. რატომ არის ეს ხელოვნება ესეთი უნიკალური? ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ეს არის მოგზაურობა დროშიც, თანაც სივრცეშიც. ყველა ის კულტურული ფენომენი, რისიც სამართლიანად ვამაყობთ, შეიქმნა გეოგრაფიულ შემოსაზღვრულობაში, რომელსაც ქვია საქართველო. ეს არის მემკვიდრეობა, ქართული კალმის ხელოვნება და წიგნის ხელოვნება, რომელსაც არ აქვს არანაირი საზღვრები. ქართული დიდი სამწიგნობრო კერები, ჯერ იწყება სირია-პალესტინიდან, არის ყველგან, სადაც კი ადამიანი ქმნის და სადაც კი აქვს ცივილიზაციაზე პრეტენზია. იერუსალიმში არის დიდი ქართული თემები, სადაც წერენ, თარგმნიან, კომენტარებს აკეთებენ. ეს არის სამეცნიერო სივრცეც და სასულიერო სივრცეც. იგივე არის ათონის წმინდა მთაზე. იგივე არის ევროპაში, ჯერ პეტრიწონი, კონსტანტინოპოლი და მეტიც. სულ სხვა კონტინენტზე, ეგვიპტეში,
სინას მთის უდაბნოში არის უდიდესი ქართული ხელნაწერების კოლექცია და იქმნებოდა პირველი ქართული ხელნაწერების ეგზემპლარები, სრულიად განსხვავებული კალიგრაფიის სკოლა, რომელიც საქართველოში არც კი გამოუყენებიათ არასდროს, იქმნება სწორედ აქედან ძალიან შორს. ესენი არის სულიერი ტექსტები ძირითადად იმპერიის. არა მხოლოდ. ჩვენ გვაქვს უკვე მე-10 საუკუნიდან მინერალოგიის, ზოოლოგიის, სამართლის თხზულებები, ცხადია, შემდეგ ლიტერატურა, მოგვიანებით ჩნდება ქიმიის, ასტროლოგიის, ფიზიკის, არითმეტიკის, თვითონ ქართული გრაფიკული მოხაზულობაც ესეთი არის. თავისი ბუნებით ის არის ევროპული, ცალსახად ევროპული, დამყარებული ფინიკიურ და შემდეგ უკვე ბერძნულ ანბანურ სისტემაზე, მაგრამ მოგვიანებით ის არის გახსნილი. გიკითხავთ თქვენი თავისთვის, რატომ 3? კი, მაგრამ პასუხი არ მაქვს, ხო, პასუხი არ. ძალიან პრაგმატულად გვიხსნიდნენ ამას უნივერსიტეტში, ძალიან საბჭოური ახსნა აქვს ამას. აი მაგალითად, ეგეც მაინტერესებს. ასომთავრული, შემდეგ როგორ გახდა ასეთი ნუსხური, ამის აქ ძალიან მარტივი ახსნა, ეკონომიას აკეთებდნენო ეტრატის და თან ბევრს წერდნენო. ჩვენი მეზობელი ძალიან დიდი წერილობითი ტრადიციის მქონე ქვეყანა, ისიც წერდა. სომხურ ხელნაწერ ტრადიციას გულისხმობ. ძალიან ბევრს წერდა, საოცარი ხელნაწერი მემკვიდრეობა აქვს, მაგრამ იქ ეს არ ხდება. ჩვენ გვაქვს 3 სახეობა. მაგასაც დავკვირვები ვარ სხვათა შორის კი. ერთი არის, როდესაც იკვლევს საკითხს. მეორე არის, როდესაც ჩვენ თვითონ აკეთებ ამას. სწორი გადაწყვეტილების და სწორი მიგნებებისათვის ალბათ საჭიროა გქონდეს ძალიან კარგი თეორიული ცოდნაც და პრაქტიკაშიც ეს შენ თვითონ როდესაც უსვამ კალამს, უკეთესად ხვდები ეს ასე რატომ შეიძლებოდა შეცვლილიყო და შეუძლებელია მარტივი პრაგმატული ეკონომიის მიზეს აიხსნა ახალი შეიძლება თქვენ როგორ ფიქრობთ რომ ამისი გასაღები თვითონ ასომთავრული ანბანის ძალიან სქემატურობაში და სიმკაცრეშია. ქართული ასომთავრული ანბანი არის ძალიან მკაცრი. არის იდეალური ფორმები, წრე და სწორი ხაზი. როგორც ეს ჩანს, ბერძნულს დამყარებული ეს სისტემა არც თუ ისე დიდხანს შეინარჩუნა ქართულმა სიახლის მაძებარმა ბუნებამ. და ერთი ადამიანი ან რაღაც ჯგუფი იწყებენ გაბედული ხაზების მოსმას. პირველი ხაზი დაგრძელდა, შემდეგ უფრო ახლოს მივიდა 100-100-თან, შემდეგ ახალი ფორმა, კიდევ ახალი და კიდევ ახალი. ჩვენთან კალიგრაფები ხშირად იმეორებენ. 3 ძირითადი სახეობა გვაქვს, თორე თითოეულ სახეობაში არის კიდევ 10-ობით ერთმანეთისგან სრულიად ახალი ხაზებით გამორჩეული კალიგრაფიული და სამწერლობო სკოლები. გადის კიდე კალიგრაფია ახლა განვითარების პროცესს თუ რაც გამოვიგონეთ ეს საბეჭდი მანქანა დავბეჭდოთ და აუცილებლად ეს უწყვეტი პროცესია რაც ცოცხალია ეს აუცილებლად ვითარდება და რაღაც ახალს ქმნის. როდესაც ერთი დამწერლობა გადადის მეორე დამწერლობაში აი ეს გადასვლის პროცესი არის ესეთი ნელი ტალღოვანი პროცესი თუ უცბად მოდის ვიღაცა ტიპი და იტყვის რომ დღეიდან აი ეს იქნება ჩვენი შრიფტი. შორიდან ეს ასეც ჩანს რომ ჯერ იყო ეს ასომთავრული, მერე იყო ნუსხური, მერე მხედრული. ეს ესეც არ არის. ერთი ფურცელის ცემს სინასთის წმინდა ეკატერინეს მონასტრიდან მე-10 საუკუნის. ერთი გვერდია. იყო ასეთი კაცი ეზრა ქობულიანისძე, რომელმაც თავისი ხელნაწერი თხზულება გაასრულა ასომთავრულით. შემდეგ ანდერცვ ეძახით ხელნაწერმცოდნეები იმ ტექსტს, რომელიც ბოლოში ახლავს. ეს ანდერძი დაწერილი აქვს ნუსხახუცურით და ამ ანდერძის ბოლო წინადადება დაწერილია მხედრული დამწერლობით. ანუ ერთ კაცს, ერთ ფურცელზე აქვს ქართული ანბანის 3-ვე სახეობა. ეს არის პერიოდი, როდესაც ახალი ფორმების და ხაზების ძიება ისევ გრძელდება, როგორც ჩანს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არ არის, რომ ერთი იყო, მერე მეორე იყო, მერე მესამე. ამ 3-ვე დამწერლობის სახეობას თავისი ნიშა ჰქონდა. ნუსხური, როდესაც ნუსხური უკვე გადადის ტექსტების უმეტესობა ნუსხურზე, ასომთავრული რჩება როგორც სათაურების, სამშვენისების დამწერლობა. რაც შეეხება მხედრულს, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მხედრული არის მხოლოდ საბუთების გადასაწერი, საკანცელერიო დამწერლობა არის. ამან თავისი
ძალიან მაღალი ხარისხი და ძალიან მაღალი განვითარების ფორმა კიდევ შეიძინა მას შემდეგ რაც ეზიარა აღმოსავლურ ფორმებსა და ხვეულებს, თუმცა ხა კარგ ხანს ისევ რჩება მხოლოდ საბუთების დასაწერად. რატო აი ეგრე განსხვავება შრიფტებში? სხვადასხვა დარგობრივად ასე ვთქვათ რა არის საბუთები მოდი ამით დავწეროთ, მოდი ეს ამით დავწეროთ. ეს ითვლებოდა საერო ტექსტების დამწერლობის სახეობად. თუმცა მოგვიანებით ეს ისე დაიხვეწა, ამას დრო დასჭირდა, დაიხვეწა, გახდა უფრო კარგად საკითხავი, ფორმები ჩამოყალიბდა, რომ მას დაეწყო სიცოცხლე წიგნში. წიგნის ფონტადაც ძალიან გვიან ყალიბდება მხედრული. ანუ ისე უნდა დავარცხნილიყო, რომ დღეს როგორც ვამბობთ, ფონტებს ხო ვარჩევთ, როდესაც ვაკაბადონებთ წიგნს, ხო? აი ეს პროცესი არის, თვალისთვის უნდა გამხდარიყო ეს მისაღები, კითხვადი და წიგნში ვიდრე გადავიდა საბუთებიდან, მხედრული ამასაც გარკვეული გზის გავლა დასჭირდა. თქვენ როდის დაინტერესდით და რატო კალიგრაფიით პირველად? მე ისტორიკოსი ვარ და ბედნიერი ისტორიკოსი ვარ. ბედნიერი ისტორიკოსი. ეგრე დავაწერთ ტიტრებს. ბედნიერი ისტორიკოსი ვარ და კი, ყოველს კარგი ტიტრი იქნება, იმიტომ რომ ერთხელაც როდესაც მე უნივერსიტეტში ჩავაბარე, ჩემი ლექტორი გახდა ახალგაზრდა კაცი ბუბა კუდავა. 2010 წელს ბატონმა ბუბამ თქვა, დაიჟინა, უნდა ჩავეტაროთ კალიგრაფიის კონკურსი და ეს მსოფლიო მასშტაბის. ქართული სახელმწიფოს აღდგენის შემდეგ, როდესაც დაინგრა საბჭოთა იმპერია. ძალიან ბევრმა ხელოვნების მიმართულებამ ახალი სიცოცხლე იპოვა. იყო რაღაც მიმართულებები, რომლებიც გამოცოცხლდა. ეს არ ეხებოდა კალიგრაფიას. ეს მე ვფიქრობ შემთხვევითი არ იყო. როდესაც მოდის რუსეთის იმპერია, ყველგანის ესე იქცევა ყოველთვის. ის ამბობს, რომ მე ვარ დიდი განათლებული ქრისტიანი. ამიტომ პროვინციები, პერიფერიები უნდა გავაქრისტიანო და გავანათლო. ხომესია. მოდის საქართველოში და ის ხვდება მთავარ სამხილებს. შემამოცხონებულო თუ მე-5 საუკუნის ბიბლიური ტექსტები აქვს, შენ როგორ გაანათლებ? თუ მე-10 საუკუნიდან აგე მინერალოგიაზე და ზოოლოგიაზე და ასტროლოგიაზე, ასტრონომიაზე მსჯელობს, შენ ვერ მიიტანი განათლებას. ამიტომ შენ არ შეიცვლები, უნდა გააქრო სამხილი. ამიტომ იყო რომ მთავარი მტერი გახდა ამ მიმართულებით ხელნაწერი და კალიგრაფი. ნაწილი დაწვეს გაანადგურეს, ნაწილი გაზიდეს, რაც გადარჩა საისტორიო საეთნოგრაფიო საზოგადოების ექსპედიციების წყალობით, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ექსპედიციების წყალობით და ასევე საეკლესიო მუზეუმის. ეს სამი ძირითადი კოლექცია გვაქვს, ყველაზე დიდი რაც კი გვაქვს დღეს და პირდაპირ ჩანაწერებია, რამდენი სიგელი იპოვეს, რამდენი გუჯარი გადარჩა, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. სწორედ ამიტომ ყველაზე მეტად რამდენადაც იყო ეს ჩაკეტილი, არ უნდა ცოდნოდა დანარჩენ საქართველოს რა ძალიან მაგარი მემკვიდრეობა გვაქვს. ეს ინერციით წამოვიდა 90-იანი წლების შემდეგაც და სწორედ იყო თითოეულა ესე გამონათება ბჟუტავდა მაგალითად ირაკლი ფარჯიანიც კი კალიგრაფია არის გამოატარეს თავში ერთეულმა ადამიანებმა, მაგრამ სწორედ 2010 წელს როდესაც ბატონმა ბუბამ გამოცხადა პირველი კონკურსი, ჩვენ დავინახეთ რომ 10,000-მდე ვითვალეთ. მე აღარ დავთვალეთ. გაცოცხლებული ბექთაბეგები მოვიდნენ. ბექთაბეგი არის გიორგი მე-11-ის კალიგრაფი, რომელმაც შექმნა უნიკალური ვეფხისტყაოსანი. აი, საიდან მოვიდნენ ეს ახალგაზრდები, სკოლის მოსწავლეები, ვინ ასწავლა, არავინ არ ასწავლა, რაღაცა გენეტიკური მეხსიერება ჰქონდეთ და მაშინ მივხვდით, რომ ღირს უნდა გავაგრძელოთ და თანდათანობით 2010 წლიდან უკვე მოსწავლეები ყავს ამ მიმართულებით. ეხლა შეიძლება რომ დავათვალიეროთ უშუალოდ რაღაც ნიმუშები და ამ კედლებზე ვხედავ საოცარ რაღაცებს, კისერს ვერ ვეჭერებ ერთ ადგილას. იქით-აქეთ ვეყურებ. აი, ამითი დავინტერესდი. ეს ბექთაბეგია. სწორედ, ეს არის მე-17 საუკუნის ხელნაწერი, რომელიც შექმნა სპეციალურად მეფე გიორგი მე-11-ისათვის. როგორც წესი ხელნაწერებს ნებისმიერ ამის მეცნიერები პირობით სახელს არქმევენ ხოლმე. ხშირად გვაქვს ხოლმე ხელნაწერი სახელი, აი ვანის 4 თავი ვახსენე, ხო? ეს 4 თავი პირადად თამარ მეფის დაკვეთით შეიქმნა. უბრალოდ მიაკულიეს და თამარს ეკუთვნოდა, სულ კითხულობდა მთელი ცხოვრება და ეს სახარება გვაქვს ჩვენ. აღარ ვანში მიაკულიეს და ამიტომ დაარქვეს ვანის 4 თავი. ძირითადად არის ხოლმე, სადაც მიაკულიეს, მაგრამ ეს არის
ხელნაწერი, რომელსაც ქვია მისი შემქმნელის კალიგრაფის სახელი, ბეგთაბეგისეული ხელნაწერი. რამდენი ხანი უნდა ეხა ამის გადაწერას? ეგ თალკე კითხვა, ჩვენ გვაქვს ხელნაწერები, რომლებიც მაგალითად იქმნებოდა 17 წლის განმავლობაში. და მე სადღაც კალიგრაფი მიაწერს ღმერთო მიხსენა ამ წიგნისგანო. კი. ან მაგალითად რთული დრო იყო და ერთი ჩამოთვლის 9 ხელობას, რომელიც თვითონ დაისწავლა. ეტრატის გახამებიდან, ანუ მომზადებიდან დაწყებული ყდაში ჩასმით ტექსტის რედაქტირი, ყველაფერი თვითონ ისწავლა, იმდენ რთული დრო იყო და ამიტომ მომდა 17 წელი. ყმაწვილი ვიყავდა, ეხლა ჭაღარა შემერიაო და მაშინ გავასრულეო. კალიგრაფი ქალებით ყავდა, ხო? 100-ზე მეტი ცნობილია. მათ შორის მე-15 საუკუნის ქალი ყავს, მეფისასული ასთანდარი, რომელიც 4 კაცთან ერთად წერდა ერთ წიგნს. 5 კალიგრაფი ყავს და ერთია ქალი. ვაახ, რა მაგარი. იგზნობა ქალის ხელი არის ხონაერი. სხვა შორის ჩავხედეთ და ესეთი მყარი ხელი აქ არა, აქ არ არის ქალის ხელი, აქ არის თუმცა შუა საუკუნეებში ეს არ იყო ქალის პროფესია, მაგრამ 100-ზე მეტი მხოლოდ შემოგრჩა. ეს იყო ჩვეულებრივი პროფესია, რომელსაც ადამიანები ირჩევდნენ და ეს იყო პროფესია და ხშირად საგვარეულო პროფესია. საგვარეულო პროფესია. აი მაგალითად ბატონი გოგი ალექსი-მესხიშვილის მთელი წინაპრები საგვარეულო იყო კალიგრაფების საგვარეულო. აი დღეს რა მნიშვნელობა აქვს ახლა ამ ყველაფერს გარდა ისტორიული ღირებულებისა? დღევანდელი ადამიანისთვის რატო არის ეს? ჩვენ ეს გვინდოდა სწორედ გვეჩვენებინა, რომ ეს არ არის სამუზეუმო მემკვიდრეობა. ქართული კალიგრაფიის ხელოვნება გავს ჯაზს, კარგ ღვინოს თუ გნებავთ. დასწავლა უნდა ამის დაგემოვნებას და მოსმენას. და თუ არ დავიწყეთ საიდანღაც, მაშინ ვერც ერთხელ ვარ ინტერესება უბრალოდ ვერ აღიქვა მის იქნება თავისთვის. უნდა დაისწავლო ეს, იმიტომ რომ მართლა ესეთი არის მაგიური ძალა აქვს თუ დაგასწავლია. ჩვენ დაახლოებით 30-მდე კალიგრაფი მუშაობს ჩვენი ასოციაციის პარკლებში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კალიგრაფია საზღვრები რო არ აქვს, კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ და უცხოელი კალიგრაფები და უცხოეთის კალიგრაფთა ასოციაციებთან მეგობრობთ. აქ მაგალითად არის სომხური კალიგრაფიის შედევრები დავითის მიერ თბილისის გათავისუფლების შესახებ, აი სამი შავი რუბენ მალაიანის ნამუშევრები. ჩვენი ასოციაციის წევრი არის სტამბოლელი კალიგრაფის სელამი გუმუში, აქ არის სელამის ნამუშევრები. გარდა ამისა, უკრაინელი კალიგრაფები არიან ჩვენი მეგობრები, ანა ეგოროვა და ოლექსი ჩეკალი. ხო, ჟანრობრივი მრავალფეროვნების თვალსაზრისით მაგალითად საინტერესოა ეს კალიგრამა, როდესაც ნაწერი ქმნის გამოსახულებას, ეს ხატია ჩვენი ასოციაციის წევრია ბერლინში ცხოვრობს და იქ მოღვაწეობს. ეს თქვით რომ არის თქვენი საყვარელი? კი, ეს ჩემი საყვარელი და ფავორიტია. ვერ კითხულობ. ეს არის გალაქტიონის ლექსი. და მე ვფიქრობ, რომ ასე რომ წერდა, უნდა იყოს ძალიან მაღალი დონის ხელოვანი. თანაც დამეთანხმებით, რომ აი ესეთი ბეგთაბეგისეული მხედრული ამ წიგნში როგორიც არის, უხდება გალაქტიონს. ოღონდ რა წერია ვერ კითხულობ. აქ არ არის აუცილებელი რომ წაიგო. არ არის აუცილებელი რომ წაიგო. თქვენ უნდა იგრძნოთ გალაქტიონი აქ. აი თუნდაც ნახეთ, ესეც კალიგრაფიაა. თვალის ბადურას რო გავს. ხო. მანდაც რაღაც წერია? აუცილებლად. ხო, ძალიან ლამაზია და ისეთი საოცარი ატმოსფერო არის და ყოველთვის მთელი გულით მიხარია ხოლმე, როდესაც ჩვენ ქალაქში აღმოვაჩენ აი ესეთ ძალიან მნიშვნელოვან ადგილებს, იმიტომ რომ აი ისიც კალიგრაფია. გონია რომ ადამიანის განვითარებისთვის ძალიან საჭიროა ის რაც აქ ხდება. რო არ გავგიჟდეთ მთლიანად თანამედროვე სამყაროში გვჭირდება რომ რაღაც ცოტა ხელოვნებას შევეხოთ სხვა ფორმით. ესეც ცოტათი გველს გავს. კი, უფრო გველეშობს. ეს არის ეზრა ქობულიანის ძის მიერ გადაწერილი წიგნი. სხვათა შორის საინტერესოა რომ გადაწერილი აქვს ასომთავრულად მთელი წიგნი. აქ ასრულებს ამ ძირითად ტექსტს და შემდეგ იწყებს ანდერძმინა წერს. ეს არის ტექსტ ეს ნაწილი უკვე ნუსხურად აქვს დაწერილი და ამ ნუსხურს ჩვენ ვეძახით სინურ პალესტინურ ნუსხურს, იმიტომ რომ მხოლოდ პალესტინის რეგიონში და სინას მთაზე შემდგომში ხელნაწერები წაიღეს პალესტინიდან სინას მთაზე და იქ გააგრძელეს მოღვაწეობა ქართველმა ბერებმა, მხოლოდ მათი ხელწერა არის ასეთი. ნუსხური საქართველოშიც რა თქმა უნდა გავრცელებული იყო ტერიტორიულად საქართველოში, მაგრამ შედარებით განსხვავებული ვიზუალით. ეს არის ადგილობრივი ბერების ხელწერა. და ამ ტექსტში წერს, რომ ვინც წაიკითხავთ ამ წიგნს, გამიხსენეთ ხოლმე და ჩემი თავის ოჯახის წევრებსაც იხსენიებს, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ასომთავრულის და ნუსხურის შემდეგ
ადგილი აღარ იყო ეზრას, შემოატრიალა კალამი და აი აქ აშიაზე მიაწერა უკვე მხედრულად. მხედრული ეს არის 979 წელი და არის დღეისათვის აღმოჩენილი ყველაზე ძველი მხედრული წარწერა. ამაზე ძველი არ გვაქვს. საიდან იცოდა ამ კაცმა ეს? მხედრულად წერა. როგორც ჩანს იმ პერიოდში ეს უკვე საყოველთაო ხელწერა არის. რატო გადავიდა ადამიანი ამ დამწერლობიდან ამ დამწერლობაზე? რა იყო მაგის მიზეზი? აქედან აქამდე ეს არის ძალიან რთული პროცესი. მე მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია მაქვს და ეს პოზიცია ავსებს იმ აზრს, რაც უკვე მეცნიერებაში არსებობს. მეცნიერები თვლიან, რომ პალეოგრაფები ძირითადად თვლიან, რომ ეს მოყვა გამარტივებას. სწრაფი წერის მიდრეკილება იწვევს იმას, რომ კალიგრაფს სჭირდება, რომ სწრაფად წეროს და შესაბამისად ასოების ფორმებს ამარტივებს და იცვლება აქედან გამომდინარე. მაგრამ თუ დავაკვირდებით, სულაც არ მარტივდება და ეს ასეთი მარტივიც არ უნდა იყოს ახსნა. სინამდვილეში ნუსხური ასოს, მაგალითად A-ასო რომ გამოსახო ნუსხური, ბევრად მეტი ხაზის მოსმა გჭირდება, ვიდრე ერთი ძალიან მარტივი ასომთავრული A-ასოს დასაწერად. ასე რომ რა არის მიზეზი? მიზეზი აქ არის ორი. და ეს სხვათა შორის საერთო არის ქართული სამწიგნობრო ტრადიციისთვისაც და ევროპულისთვისაც და ალბათ სხვა ქვეყნების, სხვა კულტურებშიც ასე მოხდა. სწრაფი წერის შედეგად მართლაც იცვლება ფორმა. ეს ცხადია, აქ ამას არ უნდა შევეწინააღმდეგოთ, მაგრამ იცვლება არა გართულებისკენ, არამედ გამარტივებისკენ და ბრჭყალებში ვიტყვი დამახინჯებისკენ, ხო? და შემდგომში უკვე ეს დამახინჯებული ფორმა ხდება რომელიღაც ხელოვანის კალიგრაფის თვის სამუშაო მასალა და ინსპირაცია და აი იმ დამახინჯებული ფორმის სისტემატიზაციას ახდენს ხელახალს და უკვე იღებს ახალ დამწერლობას, ახალ საწიგნო დამწერლობას, წიგნურ დამწერლობას. ამას ვეძახით, რაღაცა ფაზასავით გადის, კვდება, ასე ვთქვათ, დამახინჯებელი ვთქვათ, რო. და შემდეგ იქიდან ისევ აღდგება. აი ეს არის ესე ვთქვათ, ევოლუციური პროცესი, რომელშიც შემოქმედებითობა ერევა. ვითარდება ევოლუციურად დამახინჯებისკენ და მოდის ვიღაც ხელოვანი, რომელიც ამბობს, რომ უი რა საინტერესო დამახინჯებამდე სანამივა დახვეწას ხო გადის სადღაც რაღაც მომენტში რა. თლად ვერ ვიტყვი. დახვეწები არის რევოლუციები. დახვეწა ყოველთვის არის როცა შემოქმედი ხელი. კი. ჩემი დაკვირვება ასეთი არის. და ეს დამახინჯება უკვე არის ევოლუციური პროცესი. შეუძლებელია უბრალოდ რომ ევოლუციამ, აი ამ თავისთავადმა გარდაქმნამ მიგვიყვანოს იქამდე, რომ ვიღაცას თავში აზრით მოვიდეს, მოდი ახლა კუთხოვანი ფორმა შევქნათ, ან კიდევ ერთი ასო, მეორე ასოს თავზე მოვათავსოთ და ამას თავისი სახელით დავარქვათ და აგოდლება უწოდოთ. ეს ასე არ ხდება, ეს ხდება უკვე შემოქმედი ადამიანის ჩარევით, მხოლოდ და მხოლოდ. შემოქმედი ადამიანის ხელით ვინერევა კიდე ეს საკითხი. შემოქმედებას ხომ აქვს მიზანიც, რომ რაღაც უკვდავყოფას ემსახურება და აი აქ ეზრაზე ვსაუბრობდით და ძალიან საინტერესო მინაწერია შინაარსობრივად ეს მხედრული მინაწერი. ნაქმარი ეგოს, ხოლო მოქმედი არა. ანუ შემქმნელი ამ შემქმნელი აღარ იარსებებს, მაგრამ მისი შემოქმედება დარჩება. ეს წერია აქ და ეს შემდგომში იქცა დევიზადაც კალიგრაფების მინაწერებს თუ გავეცნობით, გვაქვს მსგავსი შინაარსის ფრაზებიც. მაგალითად, ხელი საბრალო მწერლისა მიწათაში ნალპების, ხოლო ნაწერი გიეს უკუნისამდე. აქ რაღაც კალიგრაფიის იმ ძალაზეა საუბარი, რომელიც უკვდავყოფისკენ არის მიმართული. თუ მიდის დამწერლობა გამარტივებისკენ, რა, ჩვენს გავამარტივეთ რაღაცები, რაღაცასოები. ამოვიღეთ ესეთ უწერდით ახლა, ესე უწერთ, ну, მოკლედ, მაინც გამარტივებისკენ მიდის. საერთოდ სხვა ელემენტები შემოგვ უკვე ციფრულ მიწერ-მოწერას. როდესაც შემოდის მაგალითად სმაილები, ემოჯები და სხვადასხვა ტიპის რაღაცები. ხანდახან მიმოწერაში შეიძლება სიტყვა საერთოდ არ დავწერო, ან ორი სიმბოლო გამოვიყენო და მარტო ემოჯებით იყოს კონტაქტი რა. აი მაგას როგორ ხედავ? შეიძლება რომ აი ემოჯი ხო თანამედროვე იეროგლიფი არის ფაქტობრივად, რაც იყო. შეიძლება რომ მაგისი აი სინთეზი მოხდეს, აი რა შეიძლება მივიღოთ თანამედროვე დამწერლობაში მაგ კუთხით. ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ ისე რომ რაღაც ციფრულმა ეპოქამ დაასრულა განვითარება რაღაცა კულტურისა. პირიქით არის ეს. თუნდაც იმ ემოჯის სჭირდება ვიღაც ვინც დახატავს. ან დღევანდელ სამყაროში კიდევ წარმოვიდგინეთ შრიფტები ძალიან მალე ცვდება. თქვენ ალბათ ხშირად გქონიათ განცდა რომ რაღაცა შრიფტს ეძებთ, რაღაც კონკრეტული მიზნით და აღმოაჩენთ რომ არც ეს შრიფტი აღარ ერგება ამ ჩემსას, იმიტომ ჩემს მიზანს, იმიტომ რომ
ერთი შრიფტი შეიძლება მომეწონა, მაგრამ ის ძალიან ბევრს აქვს გამოყენებული უკვე. ხო? მსგავს ვითარებაში აღმოჩნდებოდით. ამ ვითარებაში აი ეს საჭიროება აჩენს სწორედ კალიგრაფის გაჩენის საჭიროებას. აი შემოქმედის ჩარევის საჭიროებას. და ვიღაცა გამოჩნდება აუცილებლად და ჩნდებიან კიდევაც პერიოდულად, ვინც დაჯდება, ჯერ ხელით მოხაზავს ასოებს სხვათა შორის, შრიფტის დიზაინერები ასე მუშაობთ და შემდეგ ამას ყველაფერს აციფრულებს. ასე რომ ეს ზუსტად იგივე პროცესია, რა პროცესსაც წეღან ვამბობდი, რომ მონასტერში ზის ვიღაც ეზრა ქობულიანისძე და ფიქრობს, როგორ მიიღოს ახალი ფორმა, რომელიც ახალი საჭიროებისთვის იქნება უფრო მორგებული. კი ბატონო, არის მოკლედ რაღაც შემოქმედი ადამიანების კატეგორია, რომელიც შემოქმედებითაც უდგება და არის ასე ვთქვათ მასობრივი მოხმარების დამწერლობა, რომელიც ამას წვეთს. კი ბატონო. შეგვიძლია ასე ვთქვათ. კი ასე. და ეს პროცესი ახაც მიმდინარეობს. კეთილი. ეხლა შეიძლება რომ უკვე საქმეზე გადავიდეთ რა თქმა უნდა. ნახოთ პროცესი. რა თქმა უნდა. ჩვენ კალიგრაფები ვიყენებთ სხვადასხვა იარაღებს და მასალას. ახლა ეს ბრთავიღე ხელში, მაგრამ ფრთით თანამედროვე კალიგრაფები არ ვწერთ და სხვათა შორის ისიც მითია, რომ ისტორიულად რაღაც პირველი იარაღი, რომელთაც ადამიანმა წერა დაიწყო, პირველი იარაღი, რომელთაც ადამიანმა წერა დაიწყო, იყო სტილუსი, ხის პატარა ჭირები, რომლითაც შუმერები, ასე ვთქვათ, კი არ კაწრავდნენ, არამედ ჯერ კიდევ სველ თიხაზე ნაჭდევებს აკეთებდნენ. ეს ფრთა არის უკვე შემდგომი განვითარება, მაგრამ ასე არ გამოიყურებოდა რა, უბრალოდ მოუხერხებელია კალიგრაფისტვის, რომ წეროს ამ ფორმის ხელსაწყოთი. ამას გათლიდნენ, შეიძლება გადაეჭრათ საერთოდ ამ მხოლოდ წინა ნაწილი დაეტოვათ, რომელიც საწერად მოსახერხებელია და იმისთვის, რომ რაღაც ხელში სიმძიმე გქონოდა, აქ ხის სტარსაც დაუმაგრებდნენ ხოლმე და დაახლოებით ასე ბატისფრთა საიდან მოვიდა უბრალოდ. ბატისფრთა უკვე არის რომანტიზირება. რომანტიზმის ეპოქამდე მე-17-18 საუკუნამდე თქვენ ვერ ნახავთ ნახატს, რომელშიც ან შეიძლება რა ვიცი ძალიან იშვიათი იყოს და თუ ნახავთ, უნდა დააფასოთ ეგ ნახატი. ამ თვალსაზრისით ძალიან იშვიათია, რომ ნახატზე ნახოთ კალიგრაფია, ანუ რაღაც გადამწერი, რომელსაც ხელში ბატისფრთა უკავია. გამორიცხულია მე მგონი ეგ. არა და როგორ გჯერა ეხა მაგის დარწმუნებული ვარ ბევრი. მე-18 საუკუნის შემდეგ უკვე აი სამეფო კარზე უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ არა მხოლოდ შედეგს, რაც იწერება, არამედ ამის პროცესსაც და ეს პროცესი ხდება თავისთავად შემოქმედება ხდება. დღესაც ასეა, ხო, რაღაც ხელოვნებაში პროცესი უკვე თანაბარი რანგის შემოქმედებაა. შენ როგორ ქმნი, იმასაც მნიშვნელობა აქვს, არა მხოლოდ იმას თუ რას ქმნი. და ეს ტენდენცია ნელ-ნელა იწყება უკვე მე-18 საუკუნეში და რაღაც მეფე რომ აიღებდა ხელში ბატისფრთას, ეს უფრო ლამაზი იყო და მაგ დროიდან გვაქვს. ეგრე ხატავდნენ, კი ბატონო. ჩვენ კალიგრაფები ვიყენებთ. აი, რაზე ვწერთ? რაზე ვწერთ? დღეს ქაღალდზე ვწერთ, მაგრამ კი ბატონო. ჩვენ ადრე რაზე ვწერთ? ქართული ხელნაწერების უმრავლესობა ნაწერი არის ეტრატზე, ტყავის განდამზადებული. ეს არის ხარის ტყავი, ძროხის ტყავი. საქართველოშიც გვქონდა წარმოება და ასევე შემოგქონდა კიდევ უფრო მაღალხარისხიანი ეტრატი, ძალიან ცნობილი არის, რომ მაგალითად პერგამონის ეტრატი, მაგიდან მოდის სხვათა შორის ეტრატს საერთაშორისო ენაზე ქვია პერგამენტი. პერგამონის ეტრატი იყო ძალიან მაღალი ხარისხის. ჩვენც გვქონდა ეს იმპორტი. და ხელნაწერებსაც ეტყობა ხოლმე მაღალი ხარისხის თუ არის ის უფრო თეთრია და უფრო სწორი და უფრო თხელია ეს ტყავი და თუ კი არის შედარებით დაბალი ხარისხის ნამუშევარი სქელი არის ცოტა ლაქები ეტყობა მე-17-18 საუკუნიდან ჩვენ ქაღალდზე ნელ-ნელა გადავდივართ აი სულხან-საბა უკვე მაგალითად მხოლოდ ქაღალდს იყენებს სამეფო დოკუმენტებიც უფრო ქაღალდზე იწერება კიდევ არსებობს ერთი მასალა ეს არის ჭილი იგივე პაპირუსი, ქართულად ჭილს ვეძახით, რომელსაც ევროპაშიც და აფრიკაშიც და ახლო აღმოსავლეთშიც კი იყენებდნენ, მაგრამ ბევრი არ შემოგვჭა, იმიტომ რომ ძალიან მარტივად ცვეთადი მასალაა და თუნდაც ქაღალდთან შედარებით მალე ზიანდება. ერთადერთი ქართული ხელნაწერი არის, თუ სწორად მახსოვს, მე მგონი ერთადერთი უნდა იყოს ამ ხელნაწერს ვეძახით ჭილ ეტრატის იადგარს, იმიტომ რომ ნაწერი არის ორივე მასალაზე, ზოგი ფურცელი არის ეტრატის და ზოგი ფურცელი არის ჭილის. ეტიმოლოგიაც მაინტერესებს უკვე ტერმინების, რასაც გამოვიდა. მელანი მაგალითად, ხო, ლათინურიდან შემოვიდა. მელანი ბერძნულიდან. სხვათა შორის ჯავახიშვილს აქვს ძალიან კარგი დაკვირვება, რომ ქართული ტერმინები, რომლებიც წერას უკავშირდება, არის ძირითადად ბერძნულიდან, მაგრამ ზოგი არის ძირეული ქართული.
აი მაგალითად მელანი რაც თქვენ ახსენეთ შავს ნიშნავს ბერძნულად შავი წითელ მელანს ჩვენთან განზოგადდა ხა მელანი წითელი შეიძლება იყოს ქართულში და სხვა ფერიც მაგრამ წითელ მელანს კიდევ თავისი სახელი აქვს და ქვია სინგური აი კალამი მაგალითად ასევე ბერძნულია ესეც საინტერესო არის რომ ბერძნულისგან ისეს ხა ქართულმა ენამ კალამი სიტყვა ამავე დროს არაბულმა ენამ ისეს ხა ასევე ბერძნულისგან და არაბულში ჟღერს როგორც ყალამ მე ეს ყალამ სპარსულში გახდა ყალამ ქართულში შემოვიდა ყალამი და გვაქვს ორივე ბერძნულის გავლით არაბულ გამოვლილი და სპარსულ გამოვლილი ქართული სიტყვა ყალამი და უშუალოდ ბერძნულისგან ასესხები კალამი ერთი და იგივე ძირიდან მაგრამ ეს შორი გზით ორივე კალამს ნიშნავს ყალამი პირველად გავიგე ორივე კალამს ნიშნავს ოღონდ სხვადასხვაგვარ კალამს ვეძახით კალიგრაფები ჩვენ ხა შეიძლება ფართო საზოგადოებისთვის ასე დიფერენცირება არ მოხდეს მაგრამ კალამს ვეძახით კალიგრაფიულ კალამს და ყალამს ვეძახით უკვე ბამბუკის ან ლერწმისგან დამზადებულ ყალამს, რომელსაც უფრო ახლო აღმოსავლეთში იყენებენ. ქართულ ტრადიციაში ნაკლებად არის. შენ როდიდან დაიწყე ამის კეთება და რატო გადაწყვიტე რომ ამეკეთებ? მე დავიწყე ძალიან ადრეული ბავშვობიდან. ჩემმა ბებია მაჩუქა წიგნი, ელენე მაჭავარიანის წიგნობრობაი ქართული იყო ასეთი წიგნი და მომეწონა ძალიან იქ ძველი ქართული ასოები იყო. და მათი მხატვრული გაფორმების წესებიც და დავიწყე ჩემთვის რაღაც კოპირება. შემდეგ მივხვდი რომ კოპირების იქითაც შემიძლია წასვლა და ჩემითაც შემიძლია მოფიქრება და უკვე დიდი ვიყავი დაახლოებით მე-10-11 კლასში ალბათ, როცა ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა კონკურსი და აი მაქედან უკვე იწყება ჩემი თვითახკმა როგორც კალიგრაფისა მაქედან. ეს კალამი წერს ორი სახის ხაზს ავლებს წვრილს და სქელს ასომთავრული ა წიგნში იწერება ასე და ატყობთ რომ ეს სქელი წვრილი ხაზის სინთეზია მთლიანად და გეომეტრიულობის ეს არის B მაგრამ თუ კი შევხედავთ უკვე ქვაზე ნაწერ წარწერებს იქ ასეთი წვრილი ხაზები და სქელი ხაზების კონტრასტი არ გვაქვს. აი ქვაზე ნაწერი მაგალითად A იქნება უკვე ამდაგვარი. ყველა ხაზი სქელია. ბოლნისის სიონის ტაძრის წარწერა მაგალითად ისეთია რომ უფრო ესეთი მძლავრია რომ შორიდან ადვილად გამოჩნდეს ასო. აქ ჯავახიშვილი მაგალითად აი ამ წვრილ ხაზებს ეძახის ბეწვებრ ხაზებს და სწორიც არის იმდენად წვრილია რომ არც კი ჩანს ზოგჯერ ხელნაწერებში ძალიან დიდი დაკვირვება ჭირდება და მასეთი წვრილი ხაზი რა თქმა უნდა ტაძრის კედელზე სამშენებლო წარწერისთვის არ გამოდგებოდა. რას გრძნობ წერის პროცესში? სიმშვიდეს. ჩემთვის კალიგრაფია არის ტექსტის ინტერპრეტაცია. ტექსტს როდესაც მე ვწერ ძალიან იშვიათად რომ გადავწერო რაიმე ისეთი ტექსტი რომელიც არ მაქვს გააზრებული ან ჩემთან არ მოდის სულიერად ახლოს, ხო? შეიძლება სულიერად ახლოს არ მოდიოდეს სულაც, მაგრამ უბრალოდ იაზრებდე იმ სულიერ მდგომარეობას, რაშიც ეს დაწერილია მაგალითად. ან რაღაც გრძნობას აღგიძრავდეს, რომელიც კიდე შემდეგ რომ გამოხატო. რაც გამოისახება უკვე სასურათე სიფრთხეზე, იყოს არა ასობგერები უბრალოდ, არამედ ამ ასობგერების უკანმყოფი და სიტყვების უკანმყოფი მთავარი აზრი. ემოცია გრძნობა. ჩემთვის და თქვენთვის შეიძლება ერთსა და იმავე ტექსტს სხვადასხვა გრძნობის მოტანა შეეძლოს და დამოკიდებულების აღწრვა, ხო? გალაქტიონის ლურჯად ცხენები რომ წავიკითხო მე და თქვენ, ალბათ რაღაცა საერთო იქნება ჩვენს გრძნობებს შორის, მაგრამ შესაძლებელია მე ჩემი პირადი გამოცდილებით კიდევ სხვა რამ დავინახო ამაში. ჩემი გადმოცემული უკვე კალიგრაფიაში თქვენ უნდა ამოიკითხოთ, ესაა ჩემი მიზანი. თქვენ ვერასოდეს ვერ ამოიკითხავთ იმ გრძნობით, რა გრძნობითაც მე ჩავიფიქრე. ისევე როგორც ჩემი გრძნობა, რომელიც მე გადმოვეცი, ვერასოდეს ვერ დაემთხვევა გალაქტიონისას. ნამუშევარი, აი სწორედ მაგითი არის მდიდარი, რომ ის არ არის ჩემი საკუთრება, ასე ვთქვა. ჩემი პიროვნების საკუთრება აღარ არის. ის უკვე დამოუკიდებელი არსია, რომელიც განაგრძობს სიცოცხლეს და შეიძლება თქვენ სრულიად სხვა რამ დაინახოთ მასში, ისეთი რამ, რაც მე არ ჩამიფიქრები ამას მისი შექმნის დროს. და ის, რასაც თქვენ დაინახავთ, ასევე სწორი იქნება.
ისევე როგორც მე შეიძლება დავინახო galaktionis ტექსტში ის რაც galaktion's არ ჩაუდია. ამას ქვია ინტერპრეტაცია. აი კონკრეტულ ფორმებს. როგორ ფიქრობთ? აქვთ რამე თავისი სპეციფიური ენერგია? ეხლა აი ამ კითხვას რატოსვამ ცოტა უფრო ჩავშლი. სკანდინავიური რუნები რო ავიღოთ. ითვლება რომ ყველა ფორმას რაღაცა ენერგიის აქტივაცია შეუძლია და მაგას იყენებდნენ სხვადასხვა რიტუალებისთვის და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე ხა თუნდაც რო შეხედვა აი სამკუთხედს რაღაცა იძახიან რომ რაღაცა სხვანაირი ენერგია აქვს რაღაცა ოთხკუთხედს სხვა ენერგია აქვს. ესეც ხო გარკვეულად რაღაც გეომეტრიული ფორმებია. აი შენთვის როგორც ხა კალიგრაფის აი პირადი გამოცდილება რომ მითხრა. შენთვის აქვს ამ სიმბოლოებს რაღაცა იმაზე მეტი ენერგეტიკა ვიდრე ჩვენ ვამბობთ რომ A B G D რაღაც. კი რა თქმა უნდა. დამწერლობა თავის თავად შეიქმნა როგორც ძალმოსილი იარაღი, რომელმაც უნდა გაგაძლიეროს და აი რუნები ახსენეთ, რუნებსაც ეგიდი აუდევს საფუძვლად, რომ რუნები არის რაღაც მისტიკური ძალის მქონე გამოსახულებები, რომლებიც გაძლევს შეიძლება ცოდნას, შეიძლება სიბრძნეს, შეიძლება უბრალოდ რაღაც განსაკუთრებულ ძალას, მაგრამ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძველი დამწერლობაც რომ ავიღოთ, ეს არის შუმერების მიერ შექმნილი ლურსმული. ლურსმული იქნება ძალიან პრაგმატული მიზნით. თითქოს ეს ძალა არ ჩანს, მაგრამ აი კარგად დავინახოთ მაინც რომ აქაც არის. მეფე აგზავნის შიკრიკს თავის მოწინააღმდეგე მტერ მეფესთან და ცდილობს რომ რაღაც აზრი გადასცეს და ზეპირსიტყვიერად ატანს ინფორმაციას. შიკრიკი გარკვეულ პერიოდში იმახსოვრებს ამას და მიმოაქვს ეს აზრი, მაგრამ ერთმშვენიერ დღესაც მეფე ეტყვის ძალიან ღრმა აზრს და ძალიან ვრცელს სიტყვას, რომელსაც ვეღარ დაიმახსოვრებს შიკრიკი. ამიტომ მეფე ამოიღებს წყლიდან თიხას, მოზელს, დაფას და გადაიტანს თავის სიტყვას. ეს მოთხრობილი არის შუმერულ ეპოსში, ერთ-ერთ ეპოსში. ყველას მიერ არ იყო გააზრებული დამწერლობის როლი, გარკვეული ადამიანები, ვინც ეს შექმნეს, ძალიან კარგად იაზრებდნენ რამხელა ძალის მქონე იარაღი შექმნეს. ეს არის დროზე და სივრცეზე გამარჯვების მექანიზმი. დამწერლობის გარეშე უბრალოდ არ არსებობს განვითარება. იმიტომ რომ არ არსებობს თაობათა შორის სიტყვის მყარად გადაცემა და სივრცეში შორს გადაცემა. ეს არის ალბათ ყველაზე მთავარი ძალა, რაც დამწერლობას აქვს. ფარნავაზი ქმნის სახელმწიფოს და მის საფუძვლად დებს დამწერლობას ისევ და ისევ. იმიტომ რომ ეს ძალიან კარგად აცნობიერებს, რომ ერთ სახელმწიფოში ხალხი გააერთიანო და რაღაც კონსოლიდაცია მოახდინოს სახელმწიფოებრივი, შეუძლებელია რომ არ გქონდეს ერთი სიტყვა, ერთი აზრი და ეს დროში გადაცემული კიდე. ამიტომ შემთხვევითი ეგეც არ არის რომ ფარნავაზს მიეწერება დამწერლობის შექმნა, თუნდაც ეს არ იყოს მართალი. ხო, რაღაცა ინფორმაციის შენახვა ხდება, ასე ვთქვათ რა, ძალიან საინტერესო მეთოდით და გზით. რაღაც მისტიკური ძალა ნამდვილად აქვს, აქედან წამოსული. ალბათ უმჯობესია რომ თქვენც მოსინჯოთ და კალამს როდესაც მოსინჯავთ, მიხვდებით რომ მას მართლა აქვს ისეთი ძალა, აღარ მოწყდები შემდეგ. აი, ჩემი დაკვირვება ეს არის, რომ ვისაც კი ერთხელ უცდია, აღარ წდება კალამს. ხოლმე ძალიან მინდა რომ სინჯო. თუ გნებავთ დაგეხმარებით. აუცილებლად კი, თორე ჩემით რო გავაკეთო, კატასტროფა გამოგვივა. საშინელი კალიგრაფია მაქვს. და მე მეტყველებს ხელნაწერი ადამიანის შინაგან ბუნებაზე. ამ კითხვაზე პასუხი არის ალბათ კი, იმიტომ რომ ფსიქოლოგიური პასუხი მე არ მაწყობს. არა. ზოგადად წერის დროს თუ კი კონცენტრირებული ხარ, როგორც კალიგრაფი, შეიძლება სრულიად სხვა ფორმები გამოსახო და თუ კი არ ხარ კონცენტრირებული და უბრალოდ აზრის შენახვა გინდა, შეიძლება საერთოდ დამახინჯდნენ ფორმები. სხვათა შორის შეუძლებელია კიდევ რომ თანამედროვე ეპოქაში არ დაინახოს სილამაზე თუნდაც ბრჭყალებში რაღაც ნაჯღაბნ კალიგრაფიაში. ეს შეუძლებელია რომ კლასიკური კალიგრაფიით გამოხატო გრძნობა ისე სათანადოდ, როგორც ჯღაბნით. მე-18 საუკუნეში იცვლება სხვათა შორის ეგ ქართულ რეალობაში დამოკიდებულება კალიგრაფიის მიმართ. და აქ უნდა ვახსენოთ ნიკოლოზ ორბელიანი, სულხან-საბას ძმა. ძალიან ცნობილი კალიგრაფია, ფართო საზოგადოებისთვის შეიძლება უფრო ცნობილი იყოს როგორც თბილელი მიტროპოლიტი და მას აქვს შედგენილი ერთი ძალიან საინტერესო სახელმძღვანელო, კალიგრაფიის სახელმძღვანელო, როგორ მოვხაზოთ ასოები ისე რომ ერთმანეთში გადაიხლართონ. წაკითხვადი არ არის. წაკითხვადი გადახლართული ასოები. просто წაკითხვადია, მაგრამ რთულად გაარჩევ. მაგრამ ლამაზია ძალიან, ორნამენტს ქმნის ერთგვარს ეს ნაწერი და
ყველაზე მთავარი რაც მას უწერი არის შემდეგი. ჩემსავე სიცოცხლეში ვნახე, რომ ჩემი მოსწავლეები და სხვებიო იმეორებდნენ და საკმაოდ უხეიროდ გამოსდიოდათ, რომ ჩემსავით არავის არ გამოვიდა. შუა საუკუნეებში კარგ კალიგრაფად ითვლება ის, ვინც აკოპირებს. აკოპირებს სხვისას, იმიტომ რომ მისი მიზანი არის მიაწოდოს მარტივად წასაკითხი ხელნაწერი. ამიტომ კარგი კალიგრაფები არ ცვლიან დამწერლობას. კარლოს დიდის დროს ევროპაში არსებობს რამდენიმე სკოლა კალიგრაფიული. მაგალითად, საფრანგეთში გადაწერილ წიგნს გერმანიაში ვეღარ წაიკითხავდნენ, იმდენად განსხვავდებოდა უკვე ხელწერა. კარლოს დიდი ჩაერევა და იტყვის, რომ აგერ ეს ერთი კალიგრაფია, რომელიც ყველაზე მარტივად იკითხება, გახდეს საყოველთაო და ამას დაერქმევა კაროლინგური მინუსკული. და დღევანდელ შრიფტებს უდევს საფუძვლად. დღევანდელ ადამიანსაც შეუძლია თავისუფლად წაიკითხოს კაროლინგური მინუსკული. იმ კაცს უნდა უმადლოდეთ. იმ კაცს, რომელმაც წერა-კითხვა არ იცოდა სხვათა შორის, კარლოს დიდმა ცნობილი რომ წერა-კითხვა არ იცოდა. ვინც მოეწონა ვიზუალურად მოეწონა, ან შეიძლება დაუჯერა რჩევას თავის რჩეველების. იოანე ახსენეთ წეგან და გადაშლილია ეს წიგნიც იოანე ზოსიმეზე და ამას რო არ შევეხოთ, ალბათ არ გვაპატიებს ბატონი იოანე. რა ვიცით ამ ხელნაწერის შესახებ? იოანე ზოსიმე არის ასევე კალიგრაფი, რომელიც მოღვაწეობს სინას მთაზე, მსგავსად ეზრა ქობულიანისთისა, თუმცა ეს პერიოდში არიან თუ უფრო ადრე? ერთმანეთს იცნობენ. დიდი ალბათობა რომ ერთი მეორის მოსწავლეც არის კალიგრაფიაში. თუმცა იოანე ზოსიმე არ არის კარგი კალიგრაფი. იოანე ზოსიმე დღევანდელი გადასახედიდან ჯღაბნის, რო თქვა, უბრალოდ იმ პერიოდის ეგრეთ ეძახის თავისთავად ჩხაპნელი. ჩხაპნელი, ჩხრეკელი, ფარჩხად ჩხრეკელი. სინო-პალესტინური სკოლა. გამოირჩევა იმითი, რომ ისინი არ ქმნიან დაკვეთებს, სამეფო დაკვეთებს, ან რაღაც. ქმნიან ხელნაწერებს საკუთარი საჭიროებისათვის. მიუხედავად ამისა, ამ სკოლაში იოანე ზოსიმეს გარდა მოღვაწეობს მაგალითად ეზრა ქობულიანისძე, რომელიც შემოქმედებითად უდგება საქმეს და როგორც ჩანს, თავისივე სულიერი მდგომარეობისთვის და სულიერი მოთხოვნილებისთვის მას უნდა რომ კარგი კალიგრაფიით წეროს და არის ულამაზესი ხელნაწერი. მაგრამ დღეს იოანე უფრო ვიცით ხალხმა ვიდრე ეზრა. იოანე ვიცით ქებაი და დიდებაის გამო. არ ვიცით ავტორია თუ გადამწერია უბრალოდ, შესაძლებელია სულაც არ არის ავტორი, მაგრამ მან შემოგვინახა ეს ტექსტი. რას ფიქრობ ისე მაგ ტექსტზე? ეს ტექსტი ალბათ უფრო პოლიტიკური განაცხადია, ვიდრე ისტორიული ან რაღაც რეალური წინასწარმეტყველება, მე ასე უყურებ. პოლიტიკური განაცხადი არის, რომ ქართული ენა და შესაბამისად რაღაც ქართული სახელმწიფოებრიობა ან ქართული კულტურა არ ჩამოუვარდება ბერძნულს, უტოლდება და წინაც უსწრებს კიდევაც. ასე უწერია იოანეს, ხო? სტამბის შემოსვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ კალიგრაფები გათავისუფლდნენ თავიანთი პირველადი საჭიროებისგან, რომ გადაეწერათ სქელტანიანი წიგნები ყველასთვის მოსახერხებელი ხელწერით. და დაიწყეს შემოქმედებითი მიდგომა. დაიწყეს ისეთი კალიგრაფიით წერა, რომელიც აღარ არის კითხვადი მაგალითად. ეს მანამდე დაგმობილიც იქნებოდა, ალბათ მოსაწონი არ იქნებოდა, მაგრამ ამ პერიოდიდან კალიგრაფიას უყურებენ უკვე როგორც წმინდა ხელოვნებას, რომელიც აი ამ პრაგმატული საჭიროებებისგან თავისუფალია და სულიერ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. ნიკოლოზ ორბელიანი, ძალიან ცნობილი კალიგრაფი, წერს ისეთი ხელწერით, რომელიც ულამაზესია, რო გადაშლი სულს ესიამონება, მაგრამ ვერაფერს ვერ წაიკითხა. და ეს არის ალბათ თანამედროვე კალიგრაფიის დასაწყისიც, იმიტომ რომ დღესაც კალიგრაფიის მიზანი არ არის, რომ შევქმნათ დიდი რაღაც 100 გვერდიანი და თუნდაც უფრო ნაკლები წიგნები ხელით. არამედ ჩვენი მიზანი არის, რომ შევქმნათ ხელოვნების ნიმუშები, რომლებსაც თავიანთი სათქმელი აქვთ და ეს სათქმელი ერთი შეხედვითაც კი უნდა ჩანდეს. ამერიკის შეერთებულ შტატებში არის ხელით წერის ნაციონალური დღე, National Handwriting Day და ეს არის 23 იანვარი. აღმოჩნდა, რომ ეს არის ამერიკელი პოლიტიკოსის ჯონ ჰენკოკის დაბადების დღე. ეს ამერიკელი პოლიტიკოსი არის პირველი ხელმომწერი ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე. თქვენ თუ ნახავთ მე ამ ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციას კიდევ ერთხელ ჩახედეთ და ნახავთ, რომ არის დიდი, ყველაზე დიდი და ყველაზე ლამაზი კალიგრაფიული ხელმოწერა. სხვა შორის, რიგითმა ამერიკელმა შეიძლება არ იცის ჰენკოკი ვინ იყო და რომ ხელიწერის დღე უკავშირდება მის დაბადების დღეს, მაგრამ ზეცართავად არის ქცეული, ვინც ლამაზად ხელს მოაწერს ან წერს, ეუბნებიან შენ რა ჰენკოკი ვით წერა. მაგრამ საქმე ის არის, რომ მას ეს, როდესაც ხელი მოუწერია, შემოგ უთქვამს, რომ
ეს მე განზრახ გავაკეთე ბრიტანელებმა შორიდან სათვალის გარეშე რომ დაინახონ ამერიკა დამოუკიდებელია. კალამ შეუძლია ყველაფერი, მათ შორის იყოს თავისუფლების ყველაზე ხმამაღალი განაცხადიც. მაგრამ საქმე იცით რა არის, კიდე მე ჩავყევით ამას და მე ისტორიკოსი ვარ, მაგრამ არასდროს არც მე დამისვამს კითხვა, არც უნივერსიტეტში დაგვისვამს კითხვა, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ვინ მოაწერა ხელი პირველმა. როდესაც ჩავყევით ჩემი ახალი და უახლოესი ისტორიის მკვლევარ მეგობრებსაც დავეკითხა, აღმოჩნდა რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტსაც აქვს ესეთი გამორჩეულად ლამაზი და კალიგრაფიული ხელმოწერა. პირველმა მოაწერა ხელი მანაც და ეს არის შალვა ალექსი მესხიშვილი. შეიძლება გაგახსენდეთ ჩვენ დღევანდელი კალიგრაფისტების თამო. პირველი კალიგრაფი ამ ოჯახიდან იყო ალექსი გვარად მესხიშვილი და ეს იყო იმდანად დიდი კალიგრაფი, რომ მთელ შემდგომ საგვარეულოს ალექსი მესხიშვილად დაერქვა გვარი. მთელი შემდგომი ეს კალიგრაფიული საგვარეულო სულხან საბურულიანის ყველაზე ცნობილი ხელნაწერი ლექსიკონები არის მათი ხელიდან გამოსული და არა მხოლოდ. სწორედ ამ საგვარეულოს წარმომადგენელს ეს დამთხევა, განგების ნება თუ რა ვერ გეტყვით, მაგრამ შალვა ალექსი მესხიშვილს აქვს მოწერილი ხელი სწორედ დამოუკიდებლობის აქტზე საქართველოს. ეს ნეტოს შეგნებულად მოაწერინეს, მას ხელი როდან ლამაზი კალიგრაფია იქნებოდა. ეს უფრო ვფიქრობ, რომ განგების განზრახვა იყო და არა, მაშინ იმიტომ რომ ხო გახსოვს, როდესაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, ერთი ეს საოცარი ამბავია. ეხლა წეგან რომ საუბრობდით ფარნაოზის ლეგენდაშიც დამწერლობა როგორ უკავშირდება სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებას და ეხლა ამერიკელებმაც როგორ დააკავშირეს დამწერლობა და სახელმწიფოებრიობის შექმნა და ეს ორი ერთმანეთთან ისე არის გადაჯაჭვული, რომ თითქოს ფესვები არის ეს კალიგრაფია. ეს მოვდის, სწორედ ჩვენი ინტელექტუალური კარდიოგრამაა ეს. რას ეძებს კალიგრაფი? კალიგრაფი შეიძლება ბევრ ამას ეძებდეს, მაგრამ ტრადიციულად ყველაზე ძველი იდეა, რასაც კალიგრაფი შეიძლება ეძიებდეს, ეს არის ღმერთის ძიება. დღეს ცოცხალი არის ეს იდეა ისლამურ კალიგრაფიაში და დღეს ითვლება, რომ ისლამური კალიგრაფიის მიმდევარი ასოების მოხაზვის დროს ეძებს ყველაზე სრულყოფილ ფორმას თითოეული ასოსი, მაგრამ ვერასდროს ვერ მიაღწევს. ამ ძიებაში ყოველთვის შეიძლება წინ წასვლა და კიდევ უფრო კარგი ფორმის პოვნა. ეს სხვათა შორის ძალიან კაფეოდ ჩანს ასომთავრულშიც. ასომთავრულიც როცა შეიქმნა, სავარაუდო არის, რომ სწორედ ეს იდეა ედო საფუძვლად, იმიტომ რომ ასომთავრული არის გეომეტრიული ფიგურებით აგებული დამწერლობა, წრე და იდეალური წრე, იდეალური ხაზი, კუთხოვანი ფორმები და ასე შემდეგ, ხო? და ეს გეომეტრია იმ ეპოქაში აღიქმნებოდა როგორც იდეალური სამყაროს გამოხატულება. გეომეტრია თავისთავად არის იდეალიზმის ერთ-ერთი ხატება. ჩვენ ვერასდროს ვერ შევძლებთ ზუსტი წრის მოხაზვას. ადამიანის ხელი ვერასდროს ვერ განახორციელებს იდეალურ წრეს, იმ იდეას, რაც წრის იდეაში დევს, ხო? და ის იდეალური წრე ეს არის ღვთაებრივი იდეა, ღვთაებრივი ფორმა. ასომთავრულიც არის ღვთაებრივი დამწერლობა და ჩვენ მხოლოდ კონსტრუქტორები ვართ, რომლებიც ვიღებთ უკვე არსებულ ღვთაებრივ ფორმებს და ვცდილობთ, რომ მიუახლოვდეთ. რა, აი რუნებს იყენებდნენ მაგალითად კონკრეტულად რაღაცეებისთვის, ხო არის დაცვითი რუნა და რაღაც უნდა დაწერო ესე და ეს ახლა შენ დაგიცავს. უნდა დაწერო რაღაცა სიყვარულის, მოსავლიანობის, ჯანმრთელობის და რაღაც კოდებს შიფრავენ ამაში რა. ეგ პოტენციალი გვაქვს ჩვენ ანბანში? კი, როგორ არა. განსაკუთრებით ასომთავრულში. ასომთავრული არის თავისთავად სიმბოლოებით სავსე დამწერლობა. ერთი რაც უნდა ითქვას, ოღონდ აქ ისტორიული თვალსაზრისით თუ მიუდგებით, ასომთავრულს თუ შევხედავთ, როგორც ისტორიკოსები, ვართ უძლურები, იმიტომ რომ არ ვიცით ისტორიულად ჯერ ერთი ვინ შექმნა, როდის შექმნა, ზუსტი თარიღიც არ ვიცით და ვერც იმაზე დავდებთ თავს, თუ რომელ სიმბოლოში რა იგულისხმება და რა ჩადო, მაგრამ ჩემი აზრით არ უნდა მიუდგეთ როგორც ისტორიკოსები. თუ კალიგრაფი ვარ, კალიგრაფი უნდა მიუდგეს როგორც მხატვარი მიუდგებოდა და ხელოვანი მიუდგებოდა და აქ უკვე ჩვენ შეგვიძლია ვეძიოთ სწორედ ის იდეა, რაც შესაძლებელია ქონოდა მის ავტორს, ან რა ვიცი, ჩვენ მივანიჭოთ თავად ეს ფუნქცია. მე როდესაც უყურებ ასომთავრული ასოების მოხაზულობას, იქ ვხედავ
პირდაპირ სიმბოლოებს, აი ქ მაგალითად ქრისტეს ჯვარია, ჯვარის სიმბოლოა, ის მხოლოდ ასო არ არის. იგივე შეიძლება ითქვას ასოზე, რომელიც ასომთავრულად ისე გამოისახება, რომ თვარეს გავს. რომელიც ცაშია დაკიდული, ეს ცის ხაზიც კი არის გავლებული. მე ასე აღვიქვავ. ასევე დონი მაგალითად მზის სიმბოლოა, რომელსაც ასევე აქვს ცის ხაზი ზევით და ცაში არის ჩამოკიდებული. ხარი მაგალითად ასო ხარი რო შეხედავ პირდაპირ ხარის ასოციაციას იწვევს, რომელიც ქართულ წარმართულ რელიგიაში რამხელა დატვირთვის სიმბოლო იყო, კი ვიცით და ასე შემდეგ. თითოეულ ასოში შეგვიძლია დავინახოთ ეს სიმბოლოები. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ როგორც ისტორიკოსები თუ მიუდგებით ამას, ვერაფერს ვერ მივაგნებთ, იმიტომ რომ წყაროები არ გვაქვს უბრალოდ ამასთან დაკავშირებით. ეხლა გამახსენდა მენდელოევის სისტემა რა, ხო რაღაცა სიზმარში ნახა, ტაბულა და გადმოიტანა რა. ხო და ნუ რატო არ შეიძლება რომ რაღაცა იმ პერიოდის რაღაცა ქურუმებისთვის ყოფილიყო რაღაცა ხილვასავით ან სიზმარ ხილვასავით, რომელიც მერე გადმოიტანა და იმიტომ რომ სიზმარი არის ხო ერთ-ერთი საშუალება, როცა იმის მიღმა გადიხარ, ვიდრე შენი გონებით შეგიძლია დაინახო რა. რატომაც არ სხვათა შორის ძალიან საინტერესო არის დამწერლობების შექმნის მითები. სკანდინავიური მითის მიხედვით შექმნა ოდინმა, რომელსაც სწორედ აი ეს სიზმრად გამოეცხადა. განიგმირა საკუთარი თავი და იგდრასილზე ამ სამყაროს ხეზე დაეკიდა თავდაღირა იმისათვის რომ მიეგნოს სიბრძნისთვის და აი ამ რაღაც განსაცდელის დროს მას ესიზმრა რუნები, რომელთა ძალითაც თავი დააღწია ამ განსაცდელს. ასეთი მითია, ცოტა უცნაური მითია, მაგრამ აქაც ჩანს, რომ ძალა აქვს ამ რუნებს და ეს არ არის მხოლოდ ბგერების გადმომცემი რაღაც მოხაზულობები, არამედ ძალა აქვს, რომელთაც შეგიძლია სიბრძნე მიიღო და მე ამ სიბრძნით თავი იხსნა რაღაც განსაცდელის. ეს შეიძლება განაზოგადო ეს. სხვათა შორის რუნები გავს ლათინურ დამწერლობას, რაც არის და ეგ კი გავს. გავს, თუმცა პირდაპირი კავშირი შეიძლება არ იყოს. მეცნიერები იკვლევენ ამას და არსებობს მოსაზრება, რომ რუნები ეფუძნება ლათინურს როგორც ინსპირაციას მხოლოდ. იქიდან ზოგიერთი ასოს მოხაზულობა აღებულია, მაგრამ არ ემთხვევა ფორმა და შინაარსი ერთმანეთს. მაგალითად ლათინური F არის გადამღერებული უკვე რუნებში და გამოითქმის როგორც A. ბერძნული მითი არის მაგალითად ისეთი, რომ დამწერლობა მოუტანა ხალხს პრომეთემ ცეცხლთან ერთად. ესეც ღვთაებრივი წარმოშობის არის. ღმერთებს როგორც ცეცხლის იდეა წართვა და ხალხს მისცა, ისე დაახლოებით გადმოცემულია, როგორ წერის იდეაც მიუტანა ხალხს და სიმბოლოები მისცა. მსგავსი არის ასევე ეგვიპტური მითი. ეგვიპტური მითის მიხედვით თოტმა წეროს ან ყანჩის თავიანმა ღვთაებამ, რომელიც სიბრძნის ღმერთია სხვათა შორის, შექმნა დამწერლობა იმისთვის, რომ ადამიანები უფრო ბრძენი გამხდარიყვნენ. ან ყველაფერი სიბრძნეს უკავშირდება და ყველგან არის ხაზგასმა ამითებში იმაზე, რომ ეს რაღაც ადამიანური მოვლენა კი არ არის, ღმერთმა შექმნა, ღვთაებრივი წარმოშობა აქვს ამ დამწერლობას. იმიტომ რომ აცნობიერებდნენ ძალიან კარგად დამწერლობის აი იმ ღვთაებრივ იდეას. თავიდან რო თქვი, რომ ძალა აქვს დროსა და სივრცეზე გამარჯვების და ეს დროსა და სივრცეზე გამარჯვება არ არის ადამიანური თვისება, ეს ღვთაებრივი თვისება. სხვათა შორის, როგორც ყველა სიახლეს, დამწერლობის შექმნასაც ჰქონდა წინააღმდეგობა და შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ პლატონი მაგალითად წერს, რომ დამწერლობა ძალიან ცუდი რამე არის. ოღონდ ამას წერს სოკრატეს ენით. სოკრატეს ასაუბრებს ამაზე და სოკრატე ამბობს ასეთ რაღაცას. სოკრატე არ წერდა პრინციპში რა. არ წერდა რა, ანუ თავისი იდეას როგორც ჩანს მიყვებოდა ერთგულად და იცავდა მაგ იდეას, რომ დამწერლობა არ არის კარგი და რას წერს? წერს, რომ ეგვიპტელმა ღმერთმა შექმნა დამწერლობა და ეს ცუდი იქნა, იმიტომ რომ ადამიანები გააზარმაცა. მანამდე ადამიანს უნდა თავის თავში გაევლოს სიბრძნის ეტაპები, თვითონ მისულიყო სიბრძნემდე და ახლა მას შეუძლია რომ უბრალოდ სხვისი ნაწერი წაიკითხოს და ინფორმაცია მიიღოს და სიბრძნის ასე ვთქვათ დაბრძენების საფეხურების გავლის გარეშე სხვისი გამოცდილება მიიღოს. ხო, ეს ალბათ მართლა აქვს ეგ გაზარმაცების თვისება დამწერლობას, მაგრამ მეორე მხრივ პლატონი ალბათ აცნობიერებდა რომ მაგის მიუხედავად თუ არ დავწერეს, დაიკარგება. დეგრადაცია. აი სხვათა შორის ახლა მაგალითად ვედურ კულტურაში აღწერილი არის ის, რომ
ვედები არის გაცილებით ძველი, უბრალოდ მე დაიწყო მაგის ჩაწერა, რაც ადამიანმა ნელ-ნელა დეგრადაცია განიცადა, თორე მანამდე, ასე ვთქვათ, წინა ცივილიზაციის ადამიანს ჰქონდა იმხელა გონებრივი შესაძლებლობები, რომ ეს უზარმაზარი ტექსტები პირდაპირ დაემახსოვრებინა და ეს ზეპირსიტყვიერად გადაეცემოდა თაობიდან თაობაზე და მე ამბობენ რომ როდესაც ეს დაცემის ეპოქა დაიწყო, კალიუგას რასაც ეძახიან, მე იწყება ჩაწერა ამ ცოდნის, რომ ეს ცოდნა არ დაკარგულიყო, თორემ მანამდე დამწერლობის საჭიროებაც არ არსებობდა, ესეც რამეს ამბობენ. საინტერესოა ეს ძველი დამოკიდებულება და მე როგორ იცვლება ეს ყველაფერი თანათანობით დამწერლობა ესე იგი შექმნის მომენტში აღიქმებოდა როგორც ყველა სიახლე საფრთხეთ ან რაღაც ძველი ტრადიციის მგრეველად და რეალურად მართლაც შეცვალა ხომ ეს ძველი ზეპირსიტყვიერი კულტურა გარკვეულწილად ჩაანაცვლა მაგრამ მეორე მხრივ დიდი კულტურაც წარმოშვა დაბადა რომელიც დღემდე ცოცხალია აი ახლა კიდე ახალი საიდუმლოებები ამოვიდა და ამოვიდა კარგია შავს აქვს თავისი კალამი და წითელს აქვს თავისი კალამი, ხო? არა, ერთი და იმავე კალმით ვწერთ. ეს მე იწმინდება, მაგრამ ახლა წითლით დავწეროთ. მოდი, მე შავით დავწერ, შენ წითლით და წითლით უფრო მარტივია ამ შემთხვევაში წერა და მაგიტო. რა დავწეროთ? გადაცემის სახელი დავწეროთ, თქო, რა ვთქვა, ძალიან გრძელია სასწაულის ძიებაში. არც ისე გრძელი არ არის. დავიწყოთ და პირველი რაც უნდა გავითვალისწინოთ არის თუ მხედრულად ვწერთ და ალბათ მხედრულად ჯობია ამ შემთხვევაში. დავიჭიროთ კალამი ასე ჰორიზონტალურად არა, დიაგონალურად. არა, კარგია. დიაგონალურად. ეს უნდა შევიხსნა ახლა თეთრი. სულ შემთხვევაში ესეთი ღერძი უნდა მოიხაზოს, რომელიც ქვევით მოიხრება, მაგრამ კალამს უჭირს ქვევიდან ზევით მოძრაობა. ამიტომ ბოლომდე არავალ და მეორე მხარეს ესეთ ტალღას გავაკეთებ, რომელიც აქ მივერთდება. აი მნიშვნელობა კიდე ხა თუ დააკვირდები, კალამს ვატრიალებ მარჯვნისკენ, რომ აქ წვრილი ხაზი მქონდეს. მე ვწყვეტ სად იყოს წვრილი და სად იყოს სქელი. კალმის შეტრიალება შემოტრიალებით. აწესრიგებს ეს ადამიანის შინაგან ბუნებას. მე ვფიქრობ, რომ კი გამშვიდობს. მედიტაციურია, კი. ამაზე გიო გორგიაშვილზეც შემიძლია გითხრათ, ჩვენს კალიგრაფზე, რომელიც მედიტაციასთან ძალიან ახლოს არის. ხო, აუცილებლად უნდა მითხრათ მაგის შესახებ. აი ეს რგვალი ნამუშევრები, აი მზეს რომ წააგებს, ხო? არის გიო გორგიაშვილის შემოქმედება და ეს ნამუშევრები უნდა აღვიქვათ როგორ გიორგი არ წერს ჩვენთვის, წერს თავისთვის. და ამით მედიტირებს. ის წარმოიდგენს მართლა რომ ამ წრის შუაგულშია და ამ სიტყვას და სიტყვის ძალას თავისკენ იკრებს. მაგრამ მეორე მხრივ ხელოვნების ძალა ის არის რომ როდესაც ეს პროცესი სრულდება, ნამუშევარი აგრძელებს სიცოცხლეს უკვე პირუკუ, ანუ იქიდან გამომდინარეობს ის ცენტრი კი არ არის შემწოვი ამ ყველაფრის, არამედ იქიდან ასხივებს და უკვე გადმოდის ეს მკითხველზე. შენ რო უყურებ ამას იქიდან უნდა წამოვიდეს ეს ენერგია. რაღაცა სულის ნაწილი გადადის. კი. ანუ აქ მედიტაციაცაა პროცესში, მაგრამ ამავე დროს ხანგრძლივი ეფექტიც აქვს უკვე მკითხველისთვის. იაპონური იეროგლიფების წერა თუ გიცდია? მიცდია. ძალიან სასიამოვნოა. ჩემთვის პროცესი, მაგრამ შედეგი არ მაქვს ხოლმე, იმიტომ რომ გამოცდილება არ მაქვს უბრალოდ. აღმოსავლეთში უფრო აფასებენ კალიგრაფიას ამ კუთხით, ვიდრე იმიტომ რომ მედიტაციასაც უფრო ესეც მართალია. წელს ჩატარდა კორეაში საერთაშორისო ბიენალე კალიგრაფიის, რომელშიც ძირითადად წარმოდგენილები იყვნენ იაპონიიდან, ჩინეთიდან, კორეიდან, რამდენიმე იყო ინდოეთიდან და ევროპიდან სულ რამდენიმე კალიგრაფი ვიყავით, მათ შორის ერთი ნამუშევარი ჩემიც იყო და იმაშინ გავიკვირვე რომ მეთქი რატო არ არიან ევროპელი კალიგრაფები. და ვინც იყვნენ ევროპიდან, მაგალითად ბრიტანელი კალიგრაფი იყო, იტალიელი იყო, გერმანელები იყვნენ რამდენიმე, მათაც ჰქონდათ წარმოდგენილი აღმოსავლური კალიგრაფია, იაპონური ან ჩინური. ერთი ქართული იყო ჩემი განსხვავებული. ძალიან ლამაზი გამოვიდა. სხვათა შორის იცით რა არის? აი ბოლო ასოებში უკვე ეს ბევრად უფრო ლამაზია ვიდრე პირველი.
ხაზიც უფრო სუფთა და წმინდა არის. აი აქ უფრო ნაკლები დაძაბულობით ვაკეთებდი. ეგ არის. კალიგრაფია სხვათა შორის მეც რო დავწერე ახლა ეს კამერების ფონზე ისეთი არ გამოდის. კალიგრაფია არის მარტოობაში გასაკეთებელი ჩემი დაკვირვებით. ესე კი თანამედროვე სამყაროში გთხოვენ ხოლმე რომ შოუც ვაკეთოთ. მაგრამ შეც არ გამოდის. რა თქმა უნდა, ამიტომ მორგებული ვარ მეც მაგას, მაგრამ ნამდვილად ეს ის არ არის, რასაც გააკეთებდი მარტოობაში. იმიტომ რომ იქ ყოველგვარი ვალდებულების გარეშე ქმნი ნამუშევარს და საბოლოო პროდუქტი შეიძლება ისეთი მიიღო, რომ მე შენც კი გაგიკვირდეს და იქიდან კიდე ისწავლო, ანუ ეს როგორც ჩანს შექმნის დროს მარტო არ ხარ, რაღაცა სხვა ძალაც არის, აი თუნდაც ის ძალა, რომელიც დამწერლობას აქვს და მე ეს გაძლევს კი არა, რომ დახედავ შენს ნამუშევარს, მიხვდები რომ ის შენ არ ჩაგიფიქრები ასე. ძალიან კაი გრძნობა არის ხოლმე. ნაკაჩი ხარ, ხო? აი ეს არის ხოლმე ჩემთვის ძალიან დამაფიქრა ადრე ბიბლიაში სამყაროს შექმნის პროცესი რო წავიკითხე, ერთ რაღაცას მივაქცე ყურადღება, რასაც ადრე არ ვაქცევდი და როდესაც გახარა ღმერთმა ნათელი და ბნელი, შეხედა რომ ნათელი კარგი იყო, მოეწონა. ხო და მაშინ ვფიქრობდი რომ არ იცოდა რა საკეთებდა თქო და როცა დაინახა უკვე რა გააკეთა, მე მიხვდა რომ კაი რაღაც გამიკეთებია. საინტერესო ხო. მე ძალიან ხშირად მაქვს სხვათა შორის ეგეთი მომენტები, რომ კალიგრაფიულ ნამუშევარს კი არ ვიწყებ როგორც ნამუშევარს. აი დავჯდები და ეხა ნამუშევარს შევქმნა, ეს ჩანაფიქრი არ მაქვს რა. ვიღებ უბრალოდ კალამს და ვიწყებ ჭღაბნას და სულ ბოლოს მაქვს ხოლმე ზუსტად ეგ განცდა. ვახ, რა კაი რაღაც გამოვიდა. ესეთი შემოქმედებითი კერები ძალიან მნიშვნელოვანია რომ ქალაქში იყოს და ამ ვირთხების რბოლაში, რასაც თანამედროვე სამყარო გთავაზობს, რომ მუდმივად რაღაცა მუშაობა, შრომა, აი რაღაცა ესეთი შემოქმედებითი კუნძულები იყოს. შუაგულ ქალაქში უცბად შეგიძლია შემოხვიდე და ცოტათი მოწყდე ამ შენ ფიქრებს და დარჩე მარტო. და არ არის აუცილებელი რომ მონასტერში წახვიდე რა, სულიერი სიმშვიდისთვის. ეს ერთგვარი სამონასტრო პრაქტიკაა გადმოტანილი ქალაქის ცენტრში.